ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც თბილისში ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ტერაქტზეცაა საუბარი, კომენტარი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. ნინო კალანდაძის განცხადებით სამწუხარო და საგანგაშოა, რომ ოფიციალური მოსკოვი ოფიციალურ დონეზე მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ტერორიზმში. ტერაქტებთან დაკავშირებით საქართველოს სამართალდამცველებმა სრულფასოვანი და ამომწურავი გამოძიება ჩაატარეს. ანგარიშის მიხედვით ამერიკული მხარე იზიარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნებს, რომლის მიხედვითაც ამ და საქართველოში განხორციელებულ სხვა ტერაქტებზე პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს ეკისრება. ტერაქტთან დაკავშირებით საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებმა სრულფასოვანი და ამომწურავი გამოძიება ჩაატარეს და უტყუარი მტკიცებულებები არსებობდა და არსებობს იმის თაობაზე, რომ სწორედ რუსეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ აღნიშნულ ტერაქტში. ჩვენ ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ მივაწოდეთ როგორც ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს, უფრო მეტიც ასევე უპირველეს ყოვლისა რუსეთის ფედერაციას შემდგომი თანამშრომლობისთვის და უნდა ითქვას, რომ ძალიან სამწუხარო და საგანგაშოა, რომ ოფიციალური მოსკოვი ოფიციალურ დონეზე მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმში.